თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე პროკურორები კვლავ არ გამოცხადდნენ. სასამართლო მერის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უგულავას შუამდგომლობის განხილვას გეგმავდა. მოსამართლემ სხდომის მონაწილეებს პროკურორთა განცხადება გააცნო, რომლის თანახმად პროკურორებმა გუშინ სასამართლოს განცხადებით მიმართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ბათუმში მივლინების გამო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ. სასამართლო პროცესი ამავე მიზეზით 5 ივნისსაც გადაიდო. გიგი უგულავა მერის თანამდებობაზე აღდგენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავას 2013 წლის დეკემბერში თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, არაკონსტიტუციურია. აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლომ ამჯერად 20 ივნისამდე გადადო. 15 ივნისს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. Volume დაუდგინეთ ზუსტად 93 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 ნაწილის შესაბამისად პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ცოტა სხვა რეალობაში გადავინათლოთ, როცა მხარე არა პოზიციას არ აყალიბებს, არამედ საერთოდ არ ცხადდება პროცესზე. აქამდე ქვეყანაში იძებნებოდა 100 ქარხანა. იძებნებოდა ახალი სამუშაო ადგილები და ეხლა დაემატა იძებნება პროკურატურა. ეს ხალხი თვითონ არ ცემს პატივს არანაირ სახელმწიფო ინსტიტუტს. და როგორც კი მათ კერძო ინტერესი დაუკავშირდება, იმ წამსვე ავიწყდებათ, რო არიან მთავრობაში. ამის მერე ამ პროკურორების მიერ წაყენებული ბრალდება ნიშნავს უბრალოდ ეს იყო დღევანდელი დღე იყო სრული სამართლებრივი კაპიტულაცია. მიღებული პრაქტიკა, რომ თუ კი ერთი პროკურორი მიდის მივლინებაში, სრულიად თავისუფლად შესაძლებელია სხვა პროკურორის მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში და ბრძანებით ნებისმიერ დეპარტამენტის იმ პროკურორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საქმეში. სამწუხაროდ დღესდღეობით ესე არ მოხდა. ამას თუ რა მიზეზით განხორციელდა ეს, ალბათ ეს ყველასთვის ნათელია.